მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს 8:30 მე გახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიკითხო ის ადამიანები, ვინც პატიმრობასა შინახართ, განსასწრებსა შინაყოფი ხალხი და უცხოეთში მყოფი ხალხი, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მამა დავით ციცქიშვილი მოვიწვია იმისათვის, რომ რაღაცნაირად დაუძლიოთ ეს დუხჭირი, რაღაცა რთული გამოწვევები, რომელიც ბოროტმა შემოგთავაზა და ეს ზიზღი, გაუტანობა ერთმანეთს და ასე შემდეგ და მინდოდა მამაოსის მეკითხა, რომ მამაო, რითი უნდა დაიწყოს ადამიანმა, რომ აი ამ ქაოსში არ ჩაებას, მამაო, ან თუ ჩაებმევა, რო არ გაითხოვას, ხშა ძალიან რთული არის, მამაო, აი ამ კალახში იმოძრაო და შენ გამოხვიდე მშრალად, რა თუ შეიძლება, აი როგორ მაქსიმალურად როგორ დავიცვათ თავი? როგორ დავიცვათ თავი და ხშირად აღნიშნავ ხოლმე, რომ სულიერების პრინციპი რა არის საერთოდ? ჩემი თვალსაჩინით ეს არის. წმინდა იოსები სიხასტე ამბობს, თითოეულმა მოხუცი იქნება თუ პატარა გამოიგლიოსო რამეს ისე სხვა ფიქრობს განიცდის ნაბიჯს რაც არ მოსწონს უპარლი იესო ქრისტეს ანუ ეხლა ყველაფერი იმაზე დადის მე უკვე ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში რო შედიხარ რაზე რომ ბუნებრივად შემოდის ეს განცდა ღმერთი გიყურებს და ყველაფერს ასწორებ იმ კუთხით მაგალითად შეგშურდა სხვისი ადამიანი ძალიან რთული არსება წლებთან ერთად პირადად ჩემთან რა გამოიგვეთა რომ შურიანი კი არ არის ძალიან შურიანია პატივმოყვარე კი არ არის ძალიან პატივმოყვარეა და ინდა არ გინდა მე უკვე სიღრმეში რო შედიხარ ეკლესიური ცხოვრების რენტგენივით აშუქებს საკუთარ თავს და მეკითხებიან თქვა და აი შემშურდა რა გავაკეთე ვეუბნები რომ ხა იმას ვერ გააკეთებ რომ არ შეგშურდეს ბევრჯერ შემოვა ეს განცდა შენში მაგრამ შეგიძლია ანუ შურის თემაზე არ იფიქრო რა რომ სხვა მაგალითად წავიდა იქ სამოგზაუროდ სადღაც ამერიკაში მაგარი მანქანა იყიდა სახლი აიშენა რა ზედმეტი პათეტიკის მომხრე არა ვარ ისეა მოწყებული კაცი რომ სხვა რო კარგად წარმატებულად ასე ვთქვათ ცხოვრობს უნდა რომ თვითონაც ესე იცხოვროს და უნდა არ უნდა მაინც იბადება მაშინ ეს განცდა რომ შური ხო ნუ აი რეალისტები უნდა ვიყოთ პირდაპირ უნდა ითქვას აი სხვისი სიხარულით გაიხარო ეს მე ვიტყოდი რომ განეძლიერად მისაღწევები ზანია შეუძლებელი არაფერი არ არის ხა დიდი სულიერების ხალხთან ხდება ეს და წმინდანებთან მაგრამ თანამედროვე ადამიანი შორს არის ამისკენ ამიტომაც რეალურად უნდა შევაფასოთ ყველაფერი ასე თუ ისე ყველა ვარიანტი რაღაცაინად გძლევს ხო შური ეს გძლევს იცი რა ნუ კიდე ვიმეორებ მართლმადიდებლობა არის უკიდურესად რეალისტური მოწყურება ძალიან კარგად გაიშინაგლებს ხოლმე ადამიანის დაცემულ ბუნებას ხო და დროც ესეთი მოვიდა რა ზედმეტი პათეტიკა და მოწოდებები და აი ეს ქრისტიანო მამას გულისხმობს და წმინდანები ესეთები იყვნენ არა ზოგჯერ პირიქით გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანს სხვა დრო მოვიდა რა სხვანაირად უნდა წარმოადგინო ახლა ქრისტიანობა ხო და
ისე მამო, ეხლა დღეს მაგალითად რაღაცნაირად ვისაც აქვს, აი მაგალითად ისო შესაშური ბჭყალებში როგორ უნდა შეგშვდეს, ჯერის ფასად აქვს, ეგ კიდე ცალკე საკითხავია, მაგრამ მაგის გამკეთებელი შე რო არ ხარ, უნდა გიხაროს. ან შეიძლება ხარო გშურს, არ ვიცი, აი, იმიტომ აი რა არის, იცით რომ ხშირი შემთხვევა არის, აი ვიღაცა ეხლა დღეს ვის აქვს აქ ფული, ხვის ხარჯზე აქვს ვიღაცას ფული თორე. თავისით ეხლა ძალიან იშვიათად აი ძალიან ცოტა ადამიანს ექნება. ხო, აი ხვის ხარჯზე, ვიღაცა ქართველი ხვის გაჭირვების ხარჯზე აქვს რაღაცა მატერიალურად არის კარგად, ხო, ვიღაცას რაღაცა წაართვა ან არ მისცა, ან რაღაცა, ხო? თუ შეიძლება, აი ხო ეგრე მდიდრდებიანო საქართველოს ეგეთია, მამაო, რა ის სიტყვაზე აქვს რაღაცა დიდი მარკეტი და მაგის თანამშრომელს 10 ლარის მაგერად 1 ლარი აქვს ხელფასი და იმ ცხალას თვითონ ჭამს. არ ხარ ამის გამკეთებელი და ბედნიერი უნდა იყო, მამაო. იცი რა არის, ამიტომ ვიძახი რომ ადამიანი რთული არსება, კეთილი წარმომავლობის სიმდიდრე უფრო ნაკლებად ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ მეორე ადამიანი ისე მოწყობილი რომ იმაზე კი არ ფიქრობს რომ ამან ესე იშოვა. გაიგე? უფრო ფიქრობს იმაზე რომ მეც მინდა, გაიგე რა შეასაქმეა. ხო და ამიტომაც კიდევ მეორე ფშური ბევრჯერ შემოდის ადამიანის არსებაში. მაგას ახლა ვერ გააკეთებ რომ არ შემოვიდეს და რომ დაძლიო. არა დიდი გზა უნდა გაიარო. ამიტომაც რა გრჩება? გრჩება ის რომ შემოვა ამაზე ფიქრი. მონება სხვა მართლებით გადართვა, არ გაახელვა შენი წარმოსახვა, აღსარებაში თქვა. ო შემთხვევაში კიდევ მეორე ეს მაგალითად მოვიყვანე რომ იმის მიღმა კიდე რამდენი რამ არის არა, რამდენი ცოდისმიერი განცდა შემოდის შენში, ფიქრი, ემოცია. ხო და სულიერის პრინციპი ეს არის. ყველა დიდი შესაძირავი რა არის, როდესაც სულ გახსოვს ღმერთი და იმის დამიხედვით ასწორებ შენ ქცევას, ფიქრებს, ემოციებს, აი ამაზე დადის ყველაფერი. მართალი რო თქვა. ანუ სულ უფლის ხსოვნა გაქვს და მე ეს ბუნებრივად შემოდის. როდესაც წლები ატარებ ეკლესიაში და სწორად ვითარდები. ეხა შეიძლება ეკლესიაში იარო და წლები დააწრეულები და მაინც თავარი რა არის აქ ვერ დაიჭირო და ერდონაზე იყო გაყინული, ესეც არის. ხო და ამიტომაც ამ ტალახში რო არ მოიგონგლო რა. მე რომ გითხო ეს არის უმნიშვნელოვანესი, მოდივე კონტროლის საკუთარ თავზე ეს ყველა ნიუანსი შეეხება. სულ აი მომართული უნდა კონდეს ზერა რომ აი ეს რასაც მე ხა ვაკეთებ, ფიქრობ, განვიცდი არის კი სულიერი კუთხით გამართლებული. როცა ესეთი მიდგომა გაქვს არა უკვე უფრო მეტად ახარ დაზღვეული, ხო შეცდომა უწოდული არავინ არ ვარ ჩვენ და ამ პლუს ახლა როდესაც სწორი ურთიერთობა მოძღვართან არა, ახლა გამოცდილი მოძღვარით გიხსნის რაღაცებს, შენ შეიძლება ეს სწორად მიგაჩნდეს და მოძღვარმა სულ სხვა კუთხით შეგახადოს არა ეს რომ ასე არ არის, მე ესე ვიტყოდი, ასე რომ ჩემთვის კიდევ მეორე სულიერების პრინციპი ეს არის და ყველაზე მეტად რაც გაზღვევ შეცდომებისგან და ცოდვებისგან, თუმცა რა თქმა უნდა იმის მიღმა კიდე ისე ვართ მოწყობილები რომ შეცდომებს და ცოდვებსაც ვერ ავწდებით, იმიტომ რომ სანამ არ ჩაიდენ შეცდომას მანამდე ვერ სწავლობ შკოლას და ესეც გამოცდილების მომტანია. ძალიან მაგარი და ისე მამა აი ეხლა რო უყურებენ ხოლმე ეს ადამიანები, აი როდემდე უნდა იცხოვრო ან რაღაცა აი როდემდე უნდა გავიდეს ეს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს შენც ეგრე რაღაცნაირად ყველაფერი რო იკადრო ის სიტყვაზე, რაც სხვაში გშურს და მაგაზე შეიძლება მეცაც მიაღწიო, მაგრამ ღმერთი არ გიმეტებს და შე რატო ცდილობ ამას, ხო? მე ხა მინახია მაგალითად მამაო თანამდებობის პირი ვიღაცა მინახია, მაგრამ იმდენად საცოდავები არიან სხვა მხრივ, ხო? რომ აი მირჩევნია რომ ვიყოთ ისევ ესე ჯობია და ღმერთი გიცავს, როცა იქ არ ხვდები, მამაო. მე ვფიქრობ ესე, რა ვქნა რა, აი მომკალი თუ გინდა შეიძლება ვწდები, მაგრამ ხო, ნუ პირადად მე ხა რაც შემეგზნია ის რომ ძალიან კარგია როცა მარტო შენი თავი გეკუთვნის და არ ხელმძღვანელობს სხვას. ძალიან მაგარი. იმიტომ რომ ეს სხვის სახელმძღვანელობა მით უმეტეს საქართველოში არის დიდი თავის ტკივილი. პირდაპირ უნდა ითქვას. ძალიან დიდი თავის ტკივილია. ძალიან. ხო და მაგრამ ნუ ზოგიერთი ხა რომ იტყვიან არიან არა კარიერისტებიც.
მეუფე გაბრიელს აქ ძალიან კარგად როგორ უნდა გამოსხოვოთ ადამიანი იერარქიულ კიბეზე რო ადის ეს ღვთისთვის სათნოა თუ ეს არის რაღაცნაირად პოროტისეული ძალისხმევის შედეგი როცა ეს თავისით ხდებაო არა ესე იგი ეს არის ღვთისთვის სათნო და უფლის დაშვებითო და როცა ადამიანი მიზანდასახულად მიდის და ბევრ ამას კადრლობს იმისთვის რომ თუნდაც ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში არა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბოროდის ხიმანდრობასთან გვაქვს საქმე მაგრამ კიდევ ვიმეორებ სად ახლა მარტო შენ თავზე რო ფიქრობ სად შენ 15 გაძე რო ფიქრობ თან საქართველოში როგორი სიტუაცია იცი ისეთ სიტუაცია ახლა ჩემი დაკვირვებით რომ თვითონ შემსრულებლები არა ბევრი ახალტურებს იგვიანებს სამსახურში გატყუებს ასე ვთქვათ მე გინდა არ გინდა ხილების ფორმა სხვათა შორის ხილების უფლება აქვს ხელმძღვანელსაც იმიტომ რომ სხვანაირად საქმე არ კეთდება როგორია ხა ამ ხილო სხვა საწყენინო რაღაცა კუთხით სიმკაცრე გამოიჩინო ზოგჯერ ადამიანი უნდა გაუუშვა სამსახურიდან არა ეს ხელა ემოციურ გადაძაბოსთან არის დაკავშირებული რომ მუდმივად თუ აი ესეთი ცხოვრების წესი გაქვს არა რა თქმა უნდა დიდი თავის ტკივილია ესე ვიტყვით ну ასეა თუ ისეა მაგრამ ну ზოგიერთი ხა მოძღვრება ფსიქოლოგიური მიმდინარეობა რა პირიქით მოუწოდებს რომ ლიდერი აღზარდოთ ასე ვთქვათ ადამიანებში და რა თქმა უნდა ეს მთელი შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სიმდაბლეს თუმცა ცხოვრება იმრად მრავალ ახალგოვანია რომ ზოგი ლიდერად იბადება მაინც პირდაპირ უნდა ითქვას ზოგი არ არის კი მამო და სხვათა შორის მამო აი ეხლა მაგას ფიქრობდი ზუსტად რომ აი შეიძლება ლიდერი იყო არ იყო არც თანამდებობაზე არც არაფერი შინაგანად ბევრად მეტი იყო მამო ვიდრე ის იმიტომ რომ დღევანდელი ეპოქა რა არის მამო შემთხვევით მოსული რაღაცა ლაქუცით მოსული ადამიანების დრო არის და აი მე ხა ლიდერები აი მამო მინახია შეიძლება საშუალება არ აქვს რაღაცა აი რაღაცა შეიძლება პატიმარი იყოს შეიძლება მეტროში ნახო რაღაცა მაგრამ აი ესკორტით რო დადის იმაზე მდიდარი იყოს სულიერად იმაზე მაგარი იყოს ხო ბევრად მაგრამ აი ეს რაღაცა შინაგანი მდგომარეობა რა მაინც რა ო შინაგანი და საერთოდ იცი რა არის კიდე ხა ერთი ძალიან ვერაგულისკება თამაშდება ხოლმე ამ დედამიწაზე სოფელზე ში რომელიც ბოროტზე ზედა დგას ჩემი დაკვირვებით აი რა ადრე იმისთვის რომ კარიერა გაიგეთებინა უნდა შესულიყავი თქვათ საბჭოთა კავშირში ბევრი დაბადებული ადამიანი ვარ კომუნისტურ პარტიაში ანუ სისტემის წევრი უნდა გამხდარიყო იგივე დარჩა ოღონდ ეხა შეფარვით ხდება ეხა დემონსტრატიულად კი არ ეწერება ხელი რომ აი მე შევდივარ პარტიაში უბრალოდ უნდა იცოდე რომ მისიანი ხარ უბრალოდ უნდა იცოდე რომ მისიანი ხარ ხო და ამიტომაც იმისთვის რომ ზემოთ აიწიო კარიერულ საფეხურზე უნდა გახდეს სისტემის წევრი და ვინც არ ხდება სისტემის წევრი ის არის ну ერთ შეხედვით მეორე ხარისხოვან მესამე ხარისხოვან პოზიციაზე მაგრამ ეს პრინციპი დარჩა ეს პრინციპი ყოველთვის იქნება იმიტომაც არის სოფელი რომელიც ბოროტზე ზედა დგას ამიტომაც არის რომ აი ის ვინც არის უკვე ღმერთის პარტიაში ის ცდილობს რომ თავისთვის იყოს მალავდნენ საკუთარ სათნოებებს ნიჭებს წმინდა მამები სადღაც მიდიოდნენ დღეღრეში აი გაურბოდნენ პატივს ძალაუფლებას ეს ქრისტიანობა არის ამოტრიალებული პირამიდა სხვა კანონები მოქმედებს აქვს ხო და აი ეს მომენტი ცხოვრებისეული იგივე დარჩა ესე ვიტყოდი ხო და ეს პრონაკლებად ცნობიერდება ახლა
და მამო რაღაცა თითქოს სუსტ ადამიანებს ირჩევენ ხო, რომელიც მე ყველაფერზე მიდის და ყველა სტუდი რა არის, იქ რომ ის იჩოქებს ვიღაცის წინაშე, მას უყვარს მის წინაშე რომ იჩოქებენ და რაღაცა სისტემა და ერთმანეთს იმონებენ მამო ადამიანს. საერთოდ ხო ისეთი ეს გამოცდა ჩვენი რა არის, ეს ღირსების გამოცდა ხო და სამწუხაროდ ეს საქართველოს ურთულესი ქვეყანა ბოდიშია ამ სიტყვის და ტერმინირованной დაჩმარების ინსტიტუტია კარგად მოქმედებს. ამიტომაც ახლა სამსახურში ხარ, აბა ზედმეტად ხმა მოიღე, აბა გააკრიტიკე, აბა შენ ინიციატივები წინ წამოწიე. შენ თავს არ ეკ ო, ძალიან მე მარტო ხო არა, რა იმის მიღმა ოჯახია. აბა მიდი ახლა ულგუმაპურო დატოვე რა და მოთხოვ ადამიანს რომ მიენდე უფალს და შეღირსება შეინარჩუნე და ღმერთი არ დაგტოვებს. საქმეზე რომ მიდგება ეს ჩვენი ქრისტიანული მოწოდებები და ეს მიღმარჩება, აბა რა ცხოვრება ძალიან კაცრი. ამიტომაც ვიძახი რომ პათეტიკის დრო წავიდე ხო ძალიან რეალისტურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია ადამიანის სისუსტეები და ზედმეტი ჰაერში ფრენა არ გამოგვადგება ჩვენ კიდევ მეორე ხო ასე რომ ეგეთ რთულ ნუანსებს ეხება ადამიანი მღვდელი როგორ ეხა მოდელს არ მოდიან ამ პრობლემებით და წნეხით ცხოვრების მიდი და არიგე მიდი რწმენაში გააძლიერე მიდი მოთხოვე რომ ჩააბაროს ღირსების გამოცდა აი ამ კლიპში მე ესე ვიტყოდი ხო და ასე თუ ისეა მაინც უფალისუფებს არა სულიერი კანონები განაგებს სამყაროს და არა დაჩმორების ბოდიში ამ სიტყვის და არა კარიერის გაკეთების და არა ძლიერების აი ამ ქვეყნის ისინი ადრე თუ წავლენ და მე თვითონაც უბედურდებიან არავის აფერი არ შეჩენი სხვისი დაჩაგრა აბა თვის წართმული ფული ადრე თუ ისე წარდებიან მე ჩვენ არ ვიცი თუ ვიღაცა ამბობს რომ აი რა კარგად ცხოვრობენ და რატო არ ისჯებიან და ჩვენ ვიცით იმათ ოჯახში რა ხდება და რა ტკივილია ადრე თუ და რა სასჯელი ღმერთის ასე რომ კიდევ მეორე საბოლოო ჯამში მაინც სამყაროს მართავს სულიერი კანონები მაგრამ აი ამ კანონებს დაემორჩილო მისდიო გაუძლო ბევრ სასტურს შიშს ამ ქვეყნიურს ეს არის ურთულესი ხელოვნება ამას ბევრი ვერ ახერხებს მე მამა თუ დაგიჭირა ბოლოდ მაგრამ ძალიან გენანება რომ ის მდგომარეობა დაკარგო და ყველაფერს კადრულობ შესანარჩუნებლად და მე შენ თვითონაც ბოროტე მსგავსი აი ამიტომ არ უნდა იყო ამ მარყუჩებს სხვათა შორის მამა აი ხო არის რომ ადამიანები ბევრი ამბობს აგრეთვე რომ არ გაგიმართლათ რაღაცა ხო არა ბედნიერები ხართ რომ რაღაც ხრივ არ გაგიმართლათ იმიტომ რომ გაგმართლებოდათ ანუ თქვენ რო გონიათ ისე ხო შეიძლება საშინელებაში წასულიყო თქვენი გონება აზროვნება და თქვენ თვითონ ძალიან ცუდები გამხდარიყავით და ღმერთმა დაგიცვათ. ფაქტიურად ეს არ გამართლება, უფრო გამართლება ვიდრე ის რო გეგონათ რომ გაგიმართლებდათ და რაღაცა იცხოვრებაში რაღაცა. იმიტომ რომ მამა მე ვნახე ის ვისაც რო ეგონა რომ გაუმართლათ რას დაემსგავსენ. ამ შემთხვევაში ისე არაფერი არ მოდის მამა ამ ქვეყნიური დიდება აუცილებლად ამ ქვეყნიური ადამიანები გაძლევენ რომლებიც აუცილებლად მოგთხოვენ ამ ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ მამა ისეთები გამოუყენებიათ ხო რა თქმა უნდა ეხა სისტემის ნაწილი რო ხდები სხვანაირი მოთხოვნებია შენთან სხვანაირი გილაგებენ ბევრ რაღაცას სხვანაირი კომპრომატები აქვს სხვანაირად მევი ასე რომ ეშმაკი ძალიან ჭკვიანია ხო და ისიც არის რომ აი ამიტომაც არის რომ ქრისტიანული მიდგომა რა არის ძალიან სწორი რომ მე შეიძლება გეგმები მაქვს რაღაცები მინდა და ძალიან მინდა და მსურს მაგრამ ნუ შეგნებული ქრისტიანი რას ამბობს მე ესე მინდა უფალო ახლა თხოვნეთი ლოცვათ ერთ-ერთი სახეა ლოცვის მაგრამ ამატებს და იყოს ნება შენი უფალო საოცარი ესეთი ლოცვა არის რუსული ღმერთო
შენებას ვანდობო თელ ჩემ ცხოვრებასო ისე მოაწყო როგორც ჩემთვის იქნება ხსნელი და როგორც შენ გსურსო ნუ ქართულად არის დაიყოსნება შენობა ხო არის კიდე რუსული გამოთქვაც არის ეგეთი ნუ ცოტა ესე ვულგარულად ჟღერს მაგრამ რატომღაც მომწონს მაინც თუ გინდაო რომ ღმერთი გააცინო შენი გეგმების შესახებ მოგვევიო ხო და ესე ცხოვრება ეგრეა მოწყობილი რომ ჭკვიანი ადამიანი სწორედ ესე აზროვნებს ეგ არის ადამიანური მომენტი რომ მე ესე მინდა ზოგადად თანიანაც გინდა ხანდახან შეიძლება პირდაპირ უნდა ითქვას უფალსაც უზენაესაც საქმე გაურჩიო და ფეხები აბაგონო ადამიანები ეს ბრძოლის სახეობაც აუცილებლად შემოაშიში რეალობას თვალი უნდა გაუსწორო მაგრამ მე რამდენჯერ ყოფილა რომ ფეხებს აბაგონებ და მე მალვასეონები კიდე გაიარა გამოვიდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენ დასასიანო იქნებოდა ასე რომ ჩვენი ცხოვრება სულიერი მოღვაწეობა ძალიან ბევრი ნიუანსის შემცველია და ქრისტიანული შეგნება ეს არის უმაღლესი დონის შეგნება ეს არის ის რომ სწორად აღიქვა ძალიან ბევრ მხარეს ღმერთის და ადამიანის ურთიერთობის ხო ისე მამა რა ბედნიერება რა იხა ყოველას გონია რაღაცა ზოგი მატერიალურად რაღაცა და უზრუნველყოფილია მაგრამ ვიღაცაზეა დამოკიდებული აი დარეკავენ და უკვე ის თანამდებობა ყველაფერი წარსულს ჩაბარდება და ჩები რაღაცა იმის გარეშე ხო და აი ისა ბედნიერია ვინც სულიერებაში ჩადო ის სიმდიდრე მამაო და აი ვერ განგრევს მე რა შეიძლება რაღაცა პირადი ცოდვები რა თქმა უნდა გერევა და გაწუხებს და რაღაცა მაგრამ შენთვის შემაწუხებელიც არის შენში ტრიალებს და არა სხვაზე არ ხარ დამოკიდებული აი თუ შეიძლება მამაო როგორ წამოვწიოთ ისა ასპექტი უფრო წინ იმიტომ ჩვენ ხშირად არის რომ სულზე იმდენად არ დადობთ არადენადაც მატერიალურზე და ხორციელზე მამაო და ძირითადად მაგიტო მოვიწყინეთ თორე სულზე რო იდარდოს ადამიანმა ხო ღმერთი რაღაცნაირად ხო იცით მამაო მწუხარე ადამიანს რაღაცნაირად დაგეხმარება მაგრამ აქ სხვა რაღაცის გამო რო წუხარ ღმერთი აქ არ არის შენთან იმიტომ რომ შენ მატერიალურის და იმის გამო წუხ სულიერის გამო არავინ არ წუხს ხო აი სულიერის გამო ნაკლებად წუხან და ამიტომაც უნდა რაღაცნაირად ჩვენი ღვთლების მისიაც ეს არის რომ იმ მიმართულებით გადავრთოთ მაგრამ ეს ურთულესი ამოცანა 21 საუკუნე გადავრთოთ რა თქმა უნდა ხა ეგრე ამას ვერ გაუბრალურებ ერთია გინდოდეს და მეორე რამდენად შეძლებ ამას არა მიდი და 21 საუკუნის ადამიანი ეხა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის ფულზე დავიდა ყველაფერი ფული გახდა კერპი მე ესე ვიტყვი ვერცხლის მოყვარობას რა ხასიათებს რომ ღმერთის მაგივრად კერპი ხდება ფული ეხა რომ აიღო ეს ევროპის ქვეყნები და კიდე ვიღაცები იქ რა არის ხა აი დამეც ღმერთი ახსოვთ უფრო როგორ იყვნენ კარგად არა მატერიალურად როგორ იშოვნენ ფული როგორ სიამოვნო ცხოვრებაში ძალაუფლება არა ძალაუფლება და ასე და ასე შემდეგ რეალობა ხო ეგ არის ეხა პირდაპირ უნდა ითქვას რომ არ ხედავ ჩვენ საქართველოში ამ მიმართულებით წინსულას ახალგაზრდებთან არ შემოდის უფრო მეტად ეს ვიდრე თუნდაც გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო ასე რომ კერპი ხდება ფული მე ესე ვიტყვი მიდი ეხა გარდაქმენი ადამიანი აქ უნდა მოფიქრება კარგად თუნდაც ახალგაზრდა უფრო სულიერი როგორ უნდა გახადო აი ამაზე გჭირდება დიდი განსჯა ჩვენც ახლა მე საკმარისად ჩამოვცვით რა ეკლესიურ სფეროში აი ამ მიმართულებით რომ რეალისტურად განსაზღვროთ აი როგორ შეიძლება ახალგაზრდა ბავშვი სულიერ არსება ჩამოაყალიბო რა დიდი პრობლემა დადიან ბავშვობიდან ახსენებას ეზიარებიან მოდის ეს სიხმაწვილის ხანა და ქრებიან ეკლესიიდან სტიხაროსნები ეკლესიაში რომ იცხოვდნენ ამ სტიხარს და მსახურებაში იყვნენ მე ეკლესიას აღარ ეკარებიან ეს ძალიან მტკივნეული მოვლენაა მე ესე ვიტყოდი ანუ დავიფიქროთ როგორ შეიძლება რომ ეს ნაკლებად შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში ეხარ შემიძლია არ აღნიშნო რა ბევრი უყურებს
ფარასა და ზეცაში მამა პაისის შესახებ სერიალს. საოცარი სერიალია. ნუ ისეთი განცდები შემოდის ახლა ჩემთან პირადად რო უყურებ ხოლმე მგონია რომ რაღაც სერიება რომ ამან ამოწურა თავის შესაძლებლობა, მაგრამ ისე ხდები რომ არა. ხო და მამა იონე კრესტიანკინი ამბობდა რომ დიდი რუსი უდიდესი მოღვაწე ხო რომ კინოს შესახებ კითხეს და კინო ეს არისო ენა ამენითო შეგიძლია იძახო ჯვარს გააკარიო და შეგიძლია ღმერთი განადიდო ზოგიერთი ხა მოძღვარი შეიძლება არ დამეთანხმოს მე იმიტომ რომ საერთოდ ხა ეკლესიური გაგებით მსახიობობა ცოდვი პროფესიად ითვლებოდა საქმედ ხო და ნუ ეს პირდაპირ უნდა ითქვას რომ აქ დიდი ისინია რა თქმა უნდა ჩადებული ხა ერთ-ერთი მეუბნებოდა მახსოვს ყოფილი მსახიობი მე ეკლესიის წევრი რომ აი რო უარყოფით პერსონაჟო თამაშობო იმ როლში თუ არ შეხვედიო წარმოედგინე რა ძალიან ძნელი ეთამაშო ხა მიდი და შედი ოტელოს როლში რომელიც ახსოვს დეზდემონას რა ხო ან დემონის როლში ხა იგივე სერიალში არის რა ეშმაკი ჩდება ვიღაც ადამიანი ეშმაკს თამაშობს რა როგორი სათამაშოა ხო მაგრამ მეორე ხო ისე მასშტაბურად რო შეხედო ხო ამის გამო ის ფილმი არ გადაიღო იქნება შეცდომა რა იმიტომ რომ სხვა ის არის ასე რომ ზოგჯერ ჩარჩოებს უნდა გაცდე მე ესე ვიტყოდი რა ეს არის კიდევ მეორე ენა რომელიც განადიდებს მაცხოვარს ქრისტეს ეს არის ენა რომელიც სხვანაირად ზემოქმედებს მაყურებელს ამიტომაც ბავშვი როგორც ბიბლია შეიძლება ბავშვური ენით დაწერილი ასე ვთქვათ უნდა წაუკითხო ისე მე ვფიქრობ რომ ეს სერიალიც უნდა აყურებინა რომ მიხვდნენ რა არის ღირებული რომ ეს ცხოვრება ის კი არ არის მართლა ფული და ძალაუფლების სწრაფ ეს არის პრიმიტიული მიდგომა იმიტომ არას არაფერი არ შეჩენია ყველაზე პრაქტიკული ხალხი ვინ არის იცი გიორგი ჩემი აზრით აი ყველაზე პრაქტიკული ეს არის ბერი და მონაზონი აი ეს ბერი რომელიც თავის ენაქში და არაფერი არ აქვს ერთი მაგი დაუდგას თაროები სადაც რამდენიმე წიგნია რატომ არის ყველაზე პრაქტიკული იმიტომ რომ მიხვდა რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და ღმერთი განაგებს და ღმერთისთვის მან ყველაფერი გაიღო წარმოედგინეში რა ანუ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ასიამოვნოს უმთავრეს აი ამ სამყაროში აი ამაზე მეტი პრაქტიციზმი რა არის წარმოედგინეში იმიტომ რომ ეს ცხოვრება წავა ხო ძალიან მალე გეპარება ვის სიმდიდრე შერჩენია ალექსანდრე მაკედონელმა დაასრულა თავის ცხოვრების ხანა დაიბარა რომ მე რომ ჩამდებთო ჩასასვენებელშიო კუბოსო გაუკეთეთო ნახურეთები რომ ხელები გამოყოფილი მქონდესო რომ კითხეს რატო რომ ვაჩვენო რომ არაფერი იმკობათ არ მიმაქვს ეს არის ჩვენი ცხოვრება ხო ასე რომ აქულები უნდა დააგროვო რომ იქ მე სხვანაირად წარდგე უფალთა და როდესაც ქულებს დიცაგროვებ აი ეს არის ყველაზე დიდი პრაქტიციზმის გამოხატულება და არა ის კიდევ მეორე რაც თანამედროვე სამყაროს ახასიათებს ფული და ძალაუფლება აი როგორ აქციოთ ეხლა წარმოიდგინეთ მატერიალურია რაღაცა ეგეთი როგორ უნდა აქციო სულიერად და ზეციურად ხშირად ხდება ხოლმე ეს სიტყვაზე შეიძლება კონდეს საშუალება რომ დაეხმარო სიტყვაზე სიმსიმიას ან ვიღაცას ხო როგორია პირდაპირ აი ზეცაში ყრი ამ ფულს ხო და შენც როგორი ის არის და ეს ადამიანებს არის აი სულ შეუულია რომ რაღაცა მანქანა გამოცვალოს იმის ფასად როცა იმ ფასად შეიძლება ვიღაცა 5 ოჯახი გადაარჩინო, ხო? ხო. აი ხა მამა პაისი ვახსენე. სუსავლობ. ამ კაცისგან და თანამედროვე წმინდანების ცხოვრება სხვათა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა. აი როცა ცხოვრებაში არის ჩართული დარიგებები
სხვანაირად მოქმედებს და კიდევ ამერებ ახლა ყველა წმინდანი ჩვენთვის დიდია მე 6 საუკუნის მე7-ის მაგრამ თანამედროვე უკვე სხვანაირად მოქმედებს რა ითუმეტე ზოგიერთი წმინდანი ისეთია რომ აი დარიგებები და სიტყვები არა რომ გაიაზრო არა სულ სხვანაირი ერთფერის მატარებელია ახლა აი მამა გაბრიელი რომ ამბობს მაგალითად ჩვენი სულნათი რა ჭეშმარიტება სულის უკვდავებაში წარმოიდგინეში ანუ ამაზე დიდი სიტყვები ჩვენთვის არ არსებობს და ყველაფერი დადის იმაზე რომ შენ საკუთარი სულის უკვდავება აღიარო შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის იმიტომ რომ ამაზე დადის ჩვენი მომავალი წარმოიდგინეში ამაზე აი გაირო გაიაზრო ბოლომდეც ვერ გაიაზრებ უბრალოდ ყველაზე მთავარს მიაგნო და თქვა აი მაგალითად აი მამა პაისი მაგალითად რას ამბობდა ისი აი სულიერ კეთილშობილებაზე ამახვილებდა ყურადღებას და აი ესეთი კეთილშობილი ადამიანიო თავისისო მხოლოდ არ ითხოვსო საკუთარ თავსო სხვას წირავსო წარმოიდგინეში და სამაგიეროდ არაფერს არ ითხოვსო ივიწყებსო რაც გასცო მაგრამ აფსოს ნებისმიერი წვრილმანი რაც სხვისგან მიუღია ახასიათებს ღვთისმოსაობა სიმდაბლე უბრალოება უანგარობა პატიოსნება აი ეს თვისებები რომელიც თანამედროვე ადამიანს აკლია რა წარმოიდგინე სხვაზე ხარ ორიენტირებული და დღევანდელი ადამიანი პირიქით ეგოიზმის დღესასწაულია რა ეს მობილურის ხანა კომპიუტერის რა გააკეთა ის რომ ჩაკეტა ხო ადამიანი თავის ნაჭურჭში რა სადაკ ხა იმის თავი ხა 7-8 საათი რომ მობილურს მისჩერებია სხვაზე იფიქროს რა ძალიან შეზღუდულ არსებად ხალიბდება უკვე ხო და არა და ეს სულიერი კეთილშობილება სხვა რაღაცას გულისხმობს მე ესე ვიტყოდი ხო და აი ხა გუშინ კითხულობდი მამა პაისთან ახაც აი მთელი ცხოვრება სწავლობს ადამიანი ესე იგი ჩიტზე ყვებოდა საკუთარ 50 მეტრში ცხოვრობს წარმოიდგინე და აი ეს ჩიტიო სხვა ჩიტებისგან განსხვავდება წარმოიდგინეში აი მოდისო და ჩემი განსაცვლელში შემოძურებაო და აი სხვა ჩიტები რომ მოდიოდო მაგალითად და ერთი სული აქ საკენს როდის დაუყრიო რა ეს მაგალითად ჩერდებაო ჩემთანო და შეიძლება დიდი ხანი გავიდესო და საჭმელი არც მოითხოვოს წარმოიდგინო და მე ვახსენებო და მე ვაუყრეო საკინგს ესე რა საინტერესოა იცი ამაზე კი არ დავფიქრებულა რომ რატომღაც ახლა პარალელი გავოლი ადამიანებთან ხო ზოგიერთი არის ღირსეული ადამიანი ახლა ყველა ეპოქაში რაც არ უნდა ვილაპარაკო მე რა 21 საუკუნის ხანა და ეგოიზმის დღესასწაულია რა ზოგიერთი მაინც აი დაიბადება ესეთი რომ ალტრუისტია რა სხვაზე მაინც გადაყოლილია არ ხურდავდება რაღაც იმანებზე ულის მეორე ადამიანს გაჭირებაში ამოუდგება თორემ აი ჩიტებშიაც და ცხოველებშიაც შეიძლება იყვნენ გამორჩეულები ამ კუთხით წარმოგიდგენიაში და ეს რატომღაც აი პირველად გავიაზრე ხა რატომ ლაპარაკობ რა შეიძლება ესეთ ცხოვრების ნიუანსია მაგრამ ამდენი აცლეულები გავატარე ცოდულ დედამისადეს და აი გუშინ მაგალითად რაღაც ახალი გავიგე ცხოვრებაში ამ წმინდანისგან და იმის მიღმა რამდენი რაღაცა ეხლა კითხულობ ვისით არ გასწავლის რაღაცას ხო მაგრამ აი რამდენი ნიუანსია კიდე რომ აი ეს რო კითხულობ იგივე მამა პაისის ასე ვთქვათ დარიგებებს კითხვებზე პასუხი იმდენ რაღაცას აღმოაჩენ წარმოიდგინეში ეხლა რომელი დიდი ფსიქოლოგი და ეგ მხატვრული ნაწარმოები შეედრება ამას ეს არის რაღაცა სხვა განზომილების სიბრძნე ამიტომაც არის მაგალითად სასული ლიტერატურის კითხვას იწყებ ზოგჯერ ხშირად მაგალითად სხვისკენ უკვე გული აღარ გეწევა
რა მაინტერესებს ხა ადამიანზე იმაზე გამახსენდა ხა წეგან თქვენც მითხარით რომ მეცნიერმა ხოლმე ხანდახან ის რაღაცა ბევრი მტერი ყავს ხა ადამიანს ხო ბევრი მტერი ყავს მაგრამ მე ხიბლში არ ჩამიცვალოთ ანუ ხიბლი ჩემიც მეყოფა რამდენად ხიბლშიც ვარ მაგრამ აი ეს კითხვა იმაში არ ჩამართლა ვერ ვამჩნე ხოლმე მტერს რაღაცნაირად ეთქვა მე რომ არ მიყვარს ეხა სხვისი მტრობა და სულ არ მაინტერესებს ეხა ვირას იზამს ამ შემთხვევაში ჩემზეც ვერ ხედავ ხოლმე მტერს რა ბევრს უთქვამს აი ბევრი მტერი ყავს ვიცი რომ ერთი რომ დავიბადე ბოროტი გაღიზიანდა და რა თქმა უნდა ისიც მტერია ჩემი ბოროტი და ცდილობს რა ამ შემთხვევაში მამო ეხლა არ რატომ უნდა იყოს ჩემი მტერი არ ვიცი მაგრამ ნუ არის შემთხვევები ხო ადამიანები მამო აი ესე რატომ მტრობენ ერთმანეთს უბრალოდ მაინტერესებს ის თეატრი აი რატომ უნდა იყოს შენი და ის სიტყვაზე ვიღაცა ბეჟანი ჩემი მტერი რატომ უნდა იყოს და საერთოდ შეიძლება არც ვიცნობდე რაღაცა აი ეს მამო ნახეთ მამო რას ვერ იტანე იცი რაღაცა შენ საქმეს რომ მიყვები შენთვის რო ხარ ეხლა მე ჩემთვის მართლა აი არც უფროსი მყავს არც უმცროსი მყავს არავინ არ მყავს აი მართლა ჩემით ვარ მართლა თქვენით აი სასულიერო პირები ვინც ხარ ჩემს ირგვლივ და ნუ ჩემი პატრიარქი და დედა ქეთევანი და ესეთი დონის ადამიანი მამა ალექსანდრე და აგერ თქვენ მამა ბენიამინი რა თქმა უნდა აი ამ ადამიანებით სუნთქა მამო ეს მტერი მამო ხიზ აი მე ხო არ ვეხები რაღაც ის აი ამ შემთხვევაში აი როგორ არის ხა ბევრი ადამიანს ალბათ აქვს აი რატომ უნდა მტრობდნენ მაგალითად თქვენ რომ მითხარ დაფიქრდი ხა მართლა აი არასამ გონია რომ მტერი მყავს მე მართლა გეუბნები გეფიცებით ყველაფერს ნა გასაგებია ნუ გარდა დემონისა რა თქმა უნდა და ჩემი თავი პირველ რიგში მტერი ჩემი იცი რა არის ნუ აი თქვენ რატომ გყავთ მაგალითად მტერი აი ვისაც უშავებთ სიტყვაზე ვაჟა ამბობდა ხო ცუდას რა თუნდა მწერობა კარგია მხოლოდ რიანი მაგრამ რა არის გიორგი მე ცოტა სხვა კუთხითაც შევხედავ ყველაფერს მაინტერესებს მართლა და ბევრ ადამიანს გასცემს საერთოდ მე ვფიქრობ რომ კაცის სიბნელე და ჭკუებაშიც მდგომარეობს რომ მტერი ნაკლებად გაიჩინა. ანუ ბევრი რამეში შეიძლება ხელი შეუწყო ამას. ისე რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ. აი მაგალითად ახლა შურით დავიწყეთ, ხო? შური. ეროდესაც გადამეტებულად თქვათ აქებ შენ შვილებს, შენ წარმატებებს, მიღწევებს, შენ პროფესიონალურ დონეს. ხელს უწყობ ადამიანებს, რომ და შური ტრად გაიჩინა, მაგაშიც. ხო. აი როდესაც უხეშად ექცევი გაც შეურაცხყოფ. მე იმ მომენტში შეიძლება არაფერს არ გეუბნება და თავს ხრის და ვერაფერს ვერ გიბედავს, მაგრამ ადამიანი როგორ ბუღმიანი არსება და მე ყოველდღე შეეცდება რომ სხვასთან რომ სიტუაცია ჩაუვარდეს. ხო. შენაკლონებზე გამახვილოს ყურადღება, აი მან ეს გააკეთა ეს ახასიათებს, ანუ რომ სიტუაცია არ მოიტანოს, მაინც აი მომართულია იმისკენ რომ შენ ლაკა მზაკრობა რა. ნუ მზაკრობა. პირში გითხრას. ხო, პირში გითხრას კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ ხელი შეუწყო. აი რა შეასახ. ასე რომ ყველაზე რთული არის ადამიანის შორის ურთიერთობები. კიდევ მეორებ, ახლა ზოგჯერ არის რომ კი ძალიან სწორად იქცევი, ნორმალურად გაიგე, მაგრამ მაინც ახლა ესეც უნდა გამოცადო რა, დევნა. მე ესე ვიტყვი, თუნდაც ეშმაკის დაშვებით, რომ სხვანაირად რო ვერ გეხერხება, ვიღაცა ცილის სამებელი აღსტრა, გაიგე რა შეასაქმე, მაგრამ თერიქ შემთხვევებში მე მეჩვენება რომ ადამიანები ხელს უწყობენ ამაში, გაიგე რა შეასაქმე, რომ მტრები გაიჩინოს, თავისი გაუფრთხილებლობით, თავისი სიტყვით, უხეში. შეიძლება წინსვლითაც კი, მაგრამ კიდევ მე წინსვლის აფიშირებით აიგე რა შეასაქმე. ეხა ერთ-ერთი აღმოჩენა ჩემი ის რა არის, რომ ბოლო დროის აქაც რამდენჯერმე ვახსენე, რომ რას მივხვდი, იცი, რომ აი წმინდა წერილში რო წერია, ეშმაკი მოდის სინათლის ანგელოზის სახით. ხო, ნახევრად სიმართლე. ხო, მარტო ნახევრად სიმართლე კი არა, მოდის სიმართლე. შენ მართალი ხარ, მაგრამ იმ ფორმით ამბობ. შეურაცხყოფ სხვას, ისე აკნინებ, გაიგებ ამ სიმართლით, რომ
მერე უკვე ფაქტიურად ბოროტის იარაღი ხდები. ამიტომაც აი იმდენი ნიუანსია. სიფრთხილე უნდა ადამიანზე საშიში არსება არ არსებობს საერთოდ. და რო არ იცნობს საერთოდ რაღაცა, ის თქო ტელევიზორიდან ვიღაცას არ უყვარ ხარ რაღაცა. ეგეთი რაღაცა. ანუ ვაფშე საერთოდ არ გიცნობს, რა. ნუ აი კიდევ მეორე ხა მეც ქონია ეგრე, მაგალითად ტელევიზორში გაუკრიტიკები ვარ, წარმოიდგინე, მზივარ ჩემთვის. ხო. და მართლა ეგ არ ვიცი. ხო, აბა. ნუ რაზე გამაკრიტიკეს, ხა არ დავასახელებ ეს რა. არა, ეგ არ ვიცი. ხო. აი ჩემთვის ზივარ, წარმოიდგინე და უცებ ერთ-ერთ არხზე გამომაცხადეს ჩამორჩენილ მღვდლად. თქვენ? მე ხო. ხო. კაია. აი რუსეთმა ჩამორჩენილ მღვდლად. ნუ რამდენიმეც კიდე იყო იქ. რატომ ეხა რომ? რის გამო? აი გეტყვი რატო რის გამო? იმიტომ რომ თქვი რომ აი საბჭოთა პერიოდში ესეთი რაღაცა ვთქვი რომ დაკეტილი იყო ეკლესიები, იქ განათლება ნაკლებად იყო სასულიერო, ხო, სახარება ცოტას ქონდა წაკითხული, ცოტა მარხულობდა. მაგრამ მიუხედავად სამათეისტური ხანისა, არა, მეტი იყო ადამიანურობა, მეტი იყო სითმო, მეტი იყო თანადგომა, გაიგე და ეს ჩემთან თვითმამო. ხო, არა, ნუ დიდი ხანია ეს თქვი, გაიგე და ეს რო თქვი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რა დამაბრალა, იცი რომ ესო საბჭოთა წარსულს მისტირისო წარმოიდგინე შენ და ამიტომ საბჭოთა წარსულს რო მისტირისო ეს არის ჩამორჩენილი მღვდელი და რუსეთუნო ეხლა როგორია რომ უსმენ ამას გაიგე რა შეასახ სულ არ მოელი გაიგე რა შეასახ იმოქმედა მამა თქვენზე ჩემზე არ მოქმედებს იცი რა რამე მოქმედა გულახდილად რო თქვა იმოქმედა რომ უბრალოდ საშუალება არ მქონდა რომ იმას დავპირისპირებოდი ანუ სადღაც ლაპარაკობს გაიგე და შენ არა გაქვს საშუალება რომ შენი თავი დაიცვა გაიგე რა შეასახ მაგრამ აი როგორ გითხრა აი ცხოვრება ხო მე ისე მეუდექი რომ ეგეც უნდა გამოცადო ხო შარო საიდან მოდიხარ ხო შეტყვე მე აი რა უნდა ქნა აი ანუ აი აქ ისეთი ის არის სიტუაცია ეს წინახელისუფლების პერიოდში იყო პირდაპირ უნდა თქვა ეგე და აი ნუ ეხა ადამიანად გავბრაზდი მაგრამ ყველაზე მეტად აი მეც მინდოდა რომ უბრალოდ პირდაპირ აი ეთერში მესაუბრა რა იმ კაცთან და არ მქონდა ამის საშუალება წარმოიდგინე აი ესე მერეგულად ჩაგარტყავდა გაიგე რა შეასახე მაგრამ ნუ მე ისე შევხედე რომ ხო კიდევ მეორე ეგეც უნდა გამოცადო ცხოვრებაში ვიღაცა გაგაკრიტიკებს როდესაც სულ არა ხარ გასაკრიტიკებ ვერ სხვათა შორის მითხრა ქემაც იმაში გაგაკრიტიკებინე რაც გასაკრიტებელია და იმაში რაც ხო და მაგრამ კიდევ მეორე რა ნუ ესა რაც ხო ასე რომ აქ შეათ უცდიათ ხო სხვათა შორის გაშავებენ რაღაცა რას მოიგებენ იმიტომ რომ ვისაც უყვარ ხარ იმის თვალში პირიქით აი წარმოგიდგე ეკლესიას არ გააჩნია მამა ხო მე თქვენზე რაც არ უნდა ცუდი ვილაპარაკო ხო აი მამა დავითი ესეთია ხო ვინც მაგარი მეგობარი არის ხო აი სურო სიმართლე თქვა ის იფიქრებს აუ მამა დავითს თანადგომა ჭირდება ესე იგი მე ვჭირდები და პირიქით ხალხს გიახლოვებს ეხლა ჩემზე მამა ბენიამინმა რომ გაიგო რაღაცა პრობლემა სიტყვაზე იცი რა თქვა რომ მეო შენთან შენ რაში გჭირდებია ის კი არ მითხრა აუ შენ ეხა ეს და ვაიმე დედა და ეს რა გიქნია და რაღაცა კი არა მეც ეგეთი ვარ შენ რაში გჭირდებ დედას გეფიცებით აი უფლის წინაშე და აი მანდ მივხვდი მის სიდიდეს მამა იყვნენ ადამიანები რომლებმაც გაიგეს ჩემი პრობლემა სიტყვაზე ვამბობ რა ეს გეუნებთ წინამთავრობის დროს გეუნებთ გაიგეს ჩემი პრობლემა და აუ ეს გიორგი მიყოფილა მიხდით ხო ნუ აი ესეთი რაღაცაა მამა ანუ აი ენას ძვალი არ აქვს ვიღაცამ მტერი რო არ ყავდა შანსი არის და გეყოლება შენ კი არ ყავს მტერი შენში მოქმედ იმ სიწმინდეს რასაც რაღაცნაირად მიმართავ და მე უნდა რომ ეს შენ ვეღარ დაიცვა და მოეშვა რა თქმა უნდა დაინგრე ის სიწმინდე რა არის შეიძლება უბრალო იყოს შეიძლება რაღაც მომენტებში ხო გამოგდის სიკეთე გამოგდის რაღაცა და ამ შემთხვევაში ებძვიან ამას რომ მოშალონ და დაგაკარგინონ შენი სიმშვიდე და ყველაფერი ხო გეთახმები უბრალოდ რაც თქვი იცი რომ კიდევ მეორე საერთო ცხოვრება როგორაა მოწყობილი რომ ყველანაირ ბრძოლას უფალი გამოგატარებს იმიტომ რომ უნდა გამოიცადო იმიტომ რომ გამოსილება უნდა მიიღო მაგრამ ერთი არის ეს და მეორეა კიდევ მეორე რომ შენ კონდეს იმდენი ჭკუა რომ შეძლების და მიხედვით ტერი ნაკლებად გაიჩინო გაიგე რა შეასახე ამიტომ ამ კუთხით საკმარისად უშუალო ჩვენ შეცდომებს პირადად ჩემი მდგომა ეგეთი
მე ხე სიამაყე მაგრამ რა თქმა უნდა ხა ამაყი ვარ ძალიან მართლა მე ყველაზე ამაყი ვარ მე მგონი ვისაც კი ვიცნობ ჩემს ირგვლივაც და მაგრამ რა ხდება ის რაში მეხმარება ის სიამაყე აი რაღაცა ძღინკიანი რო გამოვა ხო სიტყვაზე და ჩემზე რაღაც მაკრიტიკებს ხო ფიქრო მე ამას უნდა გაუტოლო თავი ისი როგორ მეხმარება აი ხო სიამაყეა მაგრამ ერთი მომენტი მეთქი ამას უნდა რომ მე ამას პასუხი გავცე მეთქი პასუხის ღირსასთან ჩათლა მე შვება მამა აი ხო სიამაყეა მაგრამ აი მიმართულება ნახე ესე უნდა მისცე მამა იმიტომ რომ შენ თუ მე იმას აი ღორსაც ეგუნდა რომ ჩახვიდე მის დონეზე და გაგხვდხერი სტალახში და მაგრამ დაუწყე ის ადრე ძალიან ადრე გამოცდილება რომ ქონდა ვიღაცა რაღაც სიტყვა და აქედან პასუხს გავცემდი რაღაცა მე მივხვდი რომ თუნდაც ხვის ჭკუაზე არ უნდა იარო რა და ეგ არის კაი აი სიამაყე ხანდახან მამაო ის არის რა ქვია რაღაცა მიმართულება რომ მისცე შეიძლება რაღაცა უფრო დიდს აგარიდოს თორე კაი როგორ არის კაი შეიძლება არ იყოს მაგრამ ანუ აი ეს რაღაცები არის ხოლმე რაღაცას უნდა გაეკცე რაღაცით ხა უნდა თქვი ხა ვიღაცა შენი სიტყვაზე მე 18 წელია გადაცემა მიყავს ჩემი თუ ხა ვიღაცას მოუნდეს რაღაცის გაკეთება ხო მამაო დამიწყოს ეხა ახალი ჟურნალისტია ვიღაცა და დამიწყოს გაკრიტიკება არ უნდა აყვე მამა ხო ეგეც დიდი ხელოვნებაა რომ იქ გაჩერდეს სადაც საჭიროა და პასუხი აღარ არის საჭირო ხო და მაგიტომაც ფიქრობ ხოლმე თქი ვინ არის რატომ და გავწევ ერთხელ დააფაქსირო ორ დამდა წმინდა მამები რას გეუბნებოდნენ აი კამათთან დაკავშირებით ერთხელ ორჯერ უთხარიო შენი შეხედულების შესაძლებლობა მე თავი დაანებობა თუ არ ესმის ასე რომ ესეც აქაც იბრძნა გჭირდება მე უკვე სხვას თავი აღარ უნდა გაუტოლო იმიტომ რომ ისეთ სფეროში შეხვალ გაიგრე შენ თვითონ დაკრინდები დამცირდები და საფას გაიგო ეხლა მამო იმდენი ადამიანი ყავს ზურგს უკან პატიმრები ისინი მისახედი რომ მართლა მაგად გამომიყვავს ეს გადაცემები რომ რაღაცა და მე აქ აი როგორი რაღაცა გამომივა იცი ეხლა აი ძაღლი რო საყარაულოთ არის რაღაცის და დამდგარი და რაღაცა პატარა იმას რო გაეკიდოს და რასაც ყარაულობს ის რო გამორჩეს მამო მე არ მაქვს იმის უფლება რომ ჩემი რაღაცა პირადი ამბიციების გამო რაღაცას გავეკიდო და გამომეპაროს რაღაცა იმიტომ რომ აქ ჩემი თითო სიტყვა ელემენტარულად რომ პატიმარს გაუგზავნე აქედან რომ მიყვარხარ თქვენ და უნდა იყოთ კარგად ხო ესეც ჩემთვის იმხელას ნიშნავს სადმცალ ეხა ვიღაცას ვეკინკლავ სადღაც ეხა ჩემზე რაღაცა იტყვის და ვნახავ და დაველაპარაკები არ არის პრობლემა რაღა აქედან ეხა დაუწყო აქ ისა რა ქვია და ეგ არის რა მეტი არაფერი და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის მადლობა მამაო რომ ხართ მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ აი ესე ჩემთვის იმხელა ძალა ხართ მამაო რომ ახსენდება ხოლმე თქვენი ტვირთი ის გადატანილი თქვენი ტკივილები რაღაცა რომ აი როცა მე მიჭირს ვიხედები აქეთკენ და მიხარია ხოლმე რომ თქვენაერი ხალხი არსებობენ. მადლობა აი დედაქეთევას ძალიან დიდი მადლობა სამთავროს დედათა მონასტრისას რომელიც ავიცი აი მართლა დედების დედა არის და მთელი გულით მოვიკითხა იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის აი როგორც ჩვენი უწმინდესი არის ესეთი სანაქებო და საყვარელი ადამიანი და ხვალ დაგიბრუნდებით აუცილებლად საღამოს რისნახევრისათვის. მამა დავითი რატომ ყავს იცით უფრო ხშირად წერთ ხოლმე იმიტომ რომ მამა დავითის სტუმრობა გიყვართ ხოლმე იმიტომ რომ მართალი და ძალიან ისეთ სიტყვას ამბობს ხოლმე რა ჭრელს თან სხვათა შორის და მადლობა მამა ამისაც დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ და დრო გავიდა და მამა იქით აკვირაში აუცილებლად კიდე გელოდებით კარგით ორ შაბათს თუ გინდა ჩერთავდეთ აქ და დიდ მადლობას მოგახსენეთ. რაღაცა ის იცით რამე რა სერიები გავაკეთო თქვენ იმის რომ მე ერთიანად დისკი უნდა გამოუშვა რომ ბევრ ადამიანს იმას ვქნა. დავეხმაროთ ვიცი რომ დრო იწურება და ხვალ დაგიბრუნდებით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ერთად ადამიანი რომელიც ავიცი ძალიან მიყვარს და ბედნიერებას უსურებ რა თქმა უნდა მამაოსაც და ხვალ საღამოს რისნახევრის დაგიბრუნდებით მე გახდით გიორგი დარასტელი მამა დავით ციცქიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი მამა დავით სხვათა შორის წიგნები აქვს და ბევრგან შეგიძლიათ შეიძინოთ ეს წიგნები იკითხეთ რომელ ტაძე მაპატიეთ ერთად თუ შეიძლება რომ წიგნები შეიძინონ მამაო თქვენი. და ალილოშია. ალილოში და იმაში აუცილებლად მამაოს წიგნები შეიძინე ძალიან ბევრ ამას ამოიღებთ იქიდან იცოდე. კარგად ზანდები თქვენ მეუღლეს და ოჯახს მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით მადლობა მათ იმისათვის რომ აი ესეთი ხართ ჩვენთან და მადლობას გიხდით ესეთი ძალიან ინტელიგენტი და ბევრის მასწავლებელი მეუღლე ყავს მამაოს და მადლობას ვუხდი აქედან ქეთს ვიხრი მის წინაშე. კარგად ზანდებოდეთ დროებით ბედნიერებას გისურვებთ და ხვალ საღამოს რისნახევრისას დაგელოდებით.